Tato Grigolashvili, you have defended your title. How are you feeling right now? ძალიან გახარებული ვარ, ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი საკუთრება, ჩემი სოფლიოს ჩემპიონობის ბექნაბერი, წითელი ბექნაბერი რჩება ჩემს ზურგზე ისევ. გახარებული ვარ და ამაყი ვარ, რომ მომიწევს ამ წითელი ბექნაბერის ტარება კიდევ რამდენიმე ხანი, სანამ შემდეგ სოფლიოს არ მოვიგებ, იმედია რომ მოვიგებ. Let's talk about that final. Everyone was hoping that the number 1 and number 2 seed would once again have a rematch. How are you feeling about coming up against Matthias Kass again for the gold medal? Matthias Kass-ს უკვე დაუპირისპირდი 6 ჯერ, სოფლიოს ფინალში შევხვდი 3-ჯერ, ევროპის ფინალში შევხვდი, ევროპის ნახევარფინალში შევხვდი და ოლიმპიადაზე შევხვდი. ჩვენ ანგარიშში 4-2-ია ჩემს სასარგებლოდ, ვარ მოხარული, რადგან ეს ოქროს მედალი მე დამჩა და ტიტული მე დამჩა. Kass-ს კიდევ ერთხელ აღნიშნავ ჩემი პატივისცემა და რა ვიცი, გახარებული ვარ კიდევ და მართლაც ძალიან მეჭირს ემოციების გადმოცემა. So let's talk about your contests on your way to the final today. You had a very tough quarter-final against Vakit Borkashvili. Can you tell us a little bit about this one? Because it felt quite close from a spectator point of view. რაც შეეხება ძიუდო, ისე განვითარებულია უკვე, რომ ყველასგან ველოდები და ყველა დასაფასებელი, ყველა წინააღმდეგობის გამწევია. რაც შეეხება ბორჩაშვილს, მოტივირებული იყო, რა თქმა უნდა, სურდა გამარჯვება მასაც. თუმცა მოხარული ვარ, რომ მე დამჩა გამარჯვება. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შეხვედრას, ცოტა რთული შეხვედრა იყო, მაგრამ როგორც მოხდა, ისე მოხდა და კარგად მოხდა ყველაფერი. And the semi-final against Lee, I think a lot of people expected this to be maybe a closer contest, but it was over in 35 seconds. რაც შეეხება მაგას, ჩემი ექიმი მეუბნებოდა, რომ ჩამქრალი ხარ, შენ თვალებში ის არ არის, რაც უნდა იყოს, ისიც მოვატყუე, ყველა მოვატყუე, კორეელიც მოვატყუე და შევცელი და ისე მარტივად გავიმარჯვე, რომ რა ვიცი, გახარებული ვარ რა. მეც ველოდებოდი უფრო გავრძელდებოდა, თუმცა ვიცოდი მისი მჭიდაობაც, წინა წელს თბილისის გრანსლემზე ფინალი წავაგე მასთან და ალბათ გასასწორებელი ვიყავი მაგასთან. და რა ვიცი, мотивация იყო, რომ მასთან მომეგვა აუცილებლად სოფლის ჩემპიონატის ნახევარფინალი იყო და არ მქონდა უფლება, რომ ან მარტივად დამეთმო, ან საერთოდ დამეთმო და. Okay, and finally, we'll go back to the final against Kass because last year it was the contest of the year. Everyone was talking about it. It was a tremendous golden score. This year, the first minute was so explosive from yourself. You dominated the contest. You controlled it. How did you feel different this time around? სოფლიოს ჩემპიონატის ფინალის შემდეგ ძალიან დიდი გამოხმაურება და პატივისცემა გამოიწვია ამ შეხვედრამ დიდი ტიტულოვანი სპორტსმენების, რაც ძალიან სასიხარულოა ჩემთვის. რაც შეეხება ამ შეხვედრას, მეც ველოდებოდი, მზად ვიყავი ბრძოლისთვის. არ ქონა აზრი რამდენი ხანი გაგრძელდებოდა, როგორ დასრულდებოდა, მთავარი იყო უნდა მებრძოლა, არ დამეთმო ჩემი პოზიციები და ალბათ მასაც და მეც რა ისე მოხდა, რომ როგორც მოხდა რა. მე დამჩა ისევ გამარჯვება და ძალიან გახარებული ვარ ისევ. Well, thank you very much. Congratulations on defending your title and red back patch. Madlova. მადლობა კიდევ ერთხელ და ბედნიერი ვარ და ყველა მიყვარს საერთოდ.